თუ ეძებ მოტოციკლს, რომელიც იქნება ქალაქში ძალიან კომფორტული და ხერხემას არ აგატკიებს, პირდაპირ შემიძლია გითხრა, რომ შეგიძლია ვიდეო გათიშო, იმიტომ რომ დღეს სტუმრად გვყავს Yamaha R7. I got you all figured out. You need everyone's eyes just to feel seen behind your makeup. Nobody knows who you even are, who you think that you are. If I could write you a song to make you fall in love, I would already have you up under my arm. I used up all of my tricks. I hope that you like this, but you probably won't. You think you're cool with me. You got just to hide your face, and you wear them around like you're cool with me, and you never say hey yo, remember my name, and it's probably cause you think you're cool with me. You got your highbrow, switching your walk, and you don't even look when you pass by. Რაღაც უნდა სანამ ვიდეოს გავაგრძელეთ მანამდე, რა თქმა უნდა ჰელმეტარიუმს შემოვიარო და ეს ჩემი ლამაზი ბიჭი. როგორ ბრძანდებით ბატონო ირაკ. კარგად, მადლობთ. მოკლედ, მეგობრებო. Привет. მოკლედ ეს არის მეგობრებო, ჰელმეტარიუმი, ჩემი პარტნიორი კომპანია, რომელსაც აქვს როგორც ბარი და კაფე, ასევე შოპი. ეს არის ჩვენი ულამაზესი. როგორ ბრძანდებით? კარგად გმადლობთ. მოკლედ აქ შეგიძლიათ სასმელები დალიოთ და გემრიელად მიირთვათ. როგორ ბრძანდებით ბატონო ზურა? ეს ლამაზი ბიჭის დაგხვდებათ აქ რომ მოხვალთ აუცილებლად. მოკლედ ეს არის შოპი, სადაც ძალიან ბევრი რაღაცა გვაქვს. ეხლა ჩამოვიდა საგაზაფხულო საშემოდგომო კოლექცია. ბევრი საინტერესო რაღაც გვაქვს აქ. ეს გოგოსია მე მგონი. ესეთი ლამაზი რაღაცეები. ორი ცალი ლამაზესი ერთი და მეორე. ასევე ჩემი მაიკაც ახალი კოლექციიდან არის ლამაზი. Yamaha-ზე რო ჰარლის მაიკიც ვარ არა უშავს. ვერ უღალატებ ჩემ ჰარლის. გვაქვს ასევე შლემები, არის აქსესუარები და სხვადასხვა ნაწილები და ხელთათმანები. მოკლედ ძალიან ბევრი რაღაცი შეძენა შეგიძლიათ აქ. არის აქსესუარები, დანები, სათვალეები და ასე შემდეგ. მოკლედ თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ ესტუმროთ ჰელმეტარიუმის როგორც შოპს, ასევე კაფეს. ეხლა კი მე უცებ გემრიელ ყავას და გემრიელ პიცას შევჭამ და დავიწყოთ ჩვენი ტესტ-დრაივი. მადლობა. აი ცივი ყავა როგორ უნდა გამოიყურებოდეს. აუ რა კაია, ჩვენა ცივი ყავის უნახავს. ჩვენი პიცაც მოვიდა. მადლობთ ქაბატონო. ნახეთ მეგობრები, შეხედეთ რა ლამაზი. აი, როგორ უნდა იწელებოდეს პიცა. მადლობა. აი. მასე გამოიყობა ლამაზი პიცა. ყარა. მოდი ჭამე რა. მე აბა მარტო ვეშო ჭამე. ხო, თუ გინდა ვერძე მომიჯი. ჩემი ლამაზი ბიჭი უნდა დავპატეჟო პიცაზე. მოგარ მეგობრებო, ჩვენი ირაკლი არის ხალასტოი რა. აი გოგოები ხა თუ ხართ, კაცი მუშაობს, შრომობს, წვალობს, სიმპათიჭა მოტოციკლეთი ყავს, ნელა დადის, მალე არ მოკვდება და შეგეძლიათ მოგმართოთ მოკლედ. გაცნობა და ოჯახებისების ხوارგას. ბიჭო, ხო რაღაც მაჭაკობა უნდა დავიწყო რა. მოკლედ მე და ირაკლი ხა ამ პიცას დედას უტირებს და მე გადავინაცვლეთ პირდაპირ მოტოციკლებზე რა.
წავედით, გავუყევით გზას. გავუდგეთ დიდგორისკენ. დღეს შაბათია და ყველა გადის ქალაქიდან და მაგარი საცობებია ნახავდით ალბათ უკვე. მაგრამ ჩვენ საცობი არ გვადარდებს, იმიტომ რომ დღეს ვარ წარმოდგენილები ძალიან ხვლიკი მოტოციკლებით. მოკეთ თავიდან ვიფიქრე მეთქი ეხა დავჯდები R7-ზე თქო და მაგრად უნდა ვიჯმეინო თქო, მაგრამ ფრიად გაოცებული ვარ მეგობრებო, მინდა გითხრათ. ცოტა გასიამოვნოთ, ეხა განახოთ რა შეუულია ამ მოტოციკლეთ საცობებში და როგორ გემრიელად შეიძლება გადაადგილება. ბიჭო თან რამ ჩატე არის, აი და თორქი აქვს დაბლებში, აი რაც სპორტებს აკლიათ ხოლმე ზოგადად, დაბლებში თორქი. ამ მოტოს იმენა ზეიდეალურად აქვს რა. Просто ესეთ საცობებში ხელები მაგრა იღლება. გინდა არ გინდა რა, ეხა რამდენიც უნდა ჩატე იყოს და კაი სამართავი, ესეთ ჯდომის პოზიციაზე ხელები უეჭველი გეღლება რა. რაცა უნდა ფეხებით ჩაეჭიდო, მაქს მაინც ხანდახან ეს ფეხი დუნდება და მაინც ხელებით გიწევს, ულზე ჩაბღა უჭება და უკეთ დამღლელია. მოკეთ ჩვენთან საქართველოში ხო ზოლში დგომა ვერ ისწავლა ხალხმა რა. მაინც უნდა შაეტენონ, სადმე თუ ოდნავ პატარა ადგილს ნახავენ, ერჭობიან ეგრევე რა. მინდა აღვნიშნო, რომ ფრიად გაოცებული ვარ, მოტოციკლეთს მუხრუჭები აქვს, ანუ ფანტასტიკური. ხო არის ხოლმე რომ ვიწუნებ ხოლმე რა ტორმუზებს, მაგრამ ამ მოტოს ნამდვილად ფანტასტიკური მუხრუჭები აქვს, აი იმენა იგრძნობა რა, რომ მუხრუჭი გაქვს. მე დატორმუზება რომ მოგინდეს, ოპანა, იმენა ზეიდეალურ. მოგეთ ელექტრონიკაში არაფერი არ გვაქვს, მხოლოდ ABS-ი გვაქვს, მეტი არაფერი, მაგრამ ჩემის აზრით ეს მოტოციკლეთი, რატომღაც მეგონა რომ დამწყებებისთვისაც გამოდგებოდა, მაგრამ უკვე აზრი შემეცვალა და ფიქრობ რომ დამწყებებისთვის ეს მოტოციკლეთი არ შეიძლება. ანუ მინიმუმ ერთი მოტოციკლეთი მაინც უნდა გყავდეს 150-დან 400 კუბამდე, რომ შემდეგ ამაზე გადაждდე, იმიტომ რომ დაბლებში მართლა საკაიფო თორქი აქვს და რაღაც მომენტებში ტრაქსაც მაგრად აცურავებს. და რაღაცა შეცდომებს არ პატიოს მოკეთ ეს მოტოციკლეთი და სავსებით, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სიჩქარითაც ძალიან საკაიფო დადის, ანუ ისე გამისწორდა, რომ აი რავი. ჯდომის პოზიცია რა თქმა უნდა კატასტროფა. იმენა წაკუზული ვარ გამზადებული რისთვის აღარ დავაკონკრეტებ ეხა. ეს ჯდომის პოზიცია ძალიან არასაჩემოა, იმენა ძალიან არაკაი ბიჭური ჯდომა აქვს, მაგრამ რას ვიზამთ? მოტო ვიზუალურად ძალიან კარგად გამოიყურება, ეს ეგრევე შემიძლია ვთქვა. R7 არის ჩათვალე R6-ის ცოტა გამხდარი ტიპი რა. აი გამოუცდელმა ტიპმა, ვინც ვერ ერკვევა წესიათ ბაიკებში, შეიძლება R6 და R7 დაჟე ვერც გაარჩიოს ერთმანეთისგან რა, თუ ცილინდრებს არ შეხედავს და კიდე რაღაცა პატარ-პატარა დეტალებს რა. როგორ ვერ ვიტანქარს, ბიჭო, როგორ ვერ ვიტანქარს, იმენა მეზიზღება რა. და არავინ არ თქვას, რომ ეს მოტოციკლეთი ვერ დადის, თუ სპორტბაიკები გევასება ვიზუალურად, გინდა რომ ლამაზი, გამორჩეული მოტო ყავდეს და პლუს მაგას არ გინდა ეს 4 ცილინდრიანი მძიმე და ცხელი მოტოციკლეთი, რომელიც იმენა ბეგემოტია, R7 არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგი გადაწყვეტილება, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ჩატე არის. სავსებით საკმარისი არის სიჩქარე, რა სიჩქარითაც დადის, გინდა ქალაქში და გინდა ესე მოსახლეობებშიც და ამბებშიც, აი ძალიან მაგრად ასწორებს. მე ძალიან ასიამოვნები ვარ მართლა. ეხა ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ელექტრონიკა საჭიროა და ასე შემდეგ, მაგრამ ეხა უმეტეს შემთხვევაში მაინც როცა უკვე შედარებით გამოცდილი რაიდერი ხარ, ეს ელექტრონიკები დიდად არაფერში აღარ სჭირდება რა. ანუ ABS-ი მთავარია არის, რომ მაინც შედარებით დამწყებებს შეიძლება წინა საბურავი ჩაეკეტოთ და ამის გამო მოხდეს ავარია და ამას თავიდან აიცილებ. რადგან ABS-ი გვაქვს და ამის საშუალებას არ გვაძლევს და დანარჩენი, რა ვიცი რა, თუ რაღაცა გამოცდილება მაინც გექნება სხვა მოტოციკლებზე და მე გადმოждები ამ მოტოზე, არანაირი პრობლემა არ არის ჩემი აზრით, იმის თუნდაც ტრექშენის არ ქონა. თუნდაც ანტივილები და რაღაცეები. просто ერთი მინდა თქვა, რომ აი მეორე სიჩქარეშიც რომ მისცემ იმენა ისი აგდებს ხვირს. გეგონება რაღაცა მე სუპერ მოტოს როგორც მოაქვს ხვირი, აი ეგრე მოაქვს ზუსტად რა. ძალიან ისეთი აი იმენა შეიძლება ახტუნაო რა. აპოსტა ჩემი არ არის, არ მინდა მოტოციკლეთი ძალიან ვაწვალო, თორე მაგათ ვილის დასამუღამებლოთაც ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია. აი ეს მოსახოვი არ მიყვარს ბიჭო, არ ჩანს ხოლმე არაფერი. არც აქ რავი რა, ქალაქში ამაზე მეტი არ არის საჭირო და არც ქალაქგარეთ თოცა გადიხარ რა. ეხლა სპორტს რავი სამოგზაუროთ არავინ არ ყიდულობს, მაგრამ რეალურად შეგზადეთ ჩვეულებრივად წახვალ, თუ ეხლა მაინც იმის მუღამი გაქვს, რომ სპორტბაიკით სამოგზაუროთ წახვიდე, ამითიც ძალიან მშვენივრად წახვალ, იმიტომ რომ არც გადასწრების პრობლემა გაქვს, აჩქარება კაი აქვს, თორქი ძალიან კარგი აქვს, აი მერა მომენტალურია.
აუ რა ქარია ბიჭო და კიდე ერთი რაღაცის თქმა მინდა რატოღაც უმავიწყდება ხოლმე ამ ბოლო ვიდეოებში თუ ყავთ მოტოციკლეტები გააძრეთ შემომთავაზეთ ყველანაირ მოტოს მივიღებ აბსოლუტურად თავარია ტექნიკურად და ვიზუალურად თუ ასე თუ გამართული იყოს და ტექნიკურად არ მოუკვდესადმე და ვიზუალურადაც ეხა ძალიან ნათრევი არ იყოს რა რომ ელემენტარული ესეთი ურგადეს რო გადაუღებ რაღაცა ლამაზად გამოიყურებოდეს რა მოფახფახებული არ იყოს ესე რომ ვთქვათ რა და მოგეთ ძალიან გვჭირდება აი იმენა გვჭირდება და მაყურებელი ითხოვს აი MT-07 და MT-09-ს ვერ გავაძრე სვეჟი ანუ ან ძალიან ნათრევია, ზოგი ძებნაზეა და რავი რა, ანუ ეხა MT-07 და 9 ძებნაზე რატო უნდა იყოს ალბათ ეხა არავის არ გაუკვირდება მომენტ, მოტო ისეთია რომ სულ რაღაცას გულიგნობ, მაგრამ გააძრეთ. MT-07 და MT-09 გვინდა. ედვენჩერები, რავი, ნუ მოკეთ ნებისმიერ მოტოს მივიღებ რა. ასევე დამწყების მოტოები რაღაც პატარა კუბატურები და ასე შემდეგ. მოკეთ არ მოგერიდოთ, გამოუშვით ყველაფერი. ერთადერთი რასაც ვიტყოდი ჩემი აზრით უბრალოდ ეს მოტოციკლეტი ცოტა ძვირი ღირს საქართველოში, ნუ ახლა უცხოეთში არ ვიცი რა ღირს, მაგრამ ცოტათი ძვირია მაინც იმ კომპლექტაციის და იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც რეალურად ამ მოტოციკლეტს გააჩნია და თუნდაც ეს ხარისხი ასე შემდეგ. ჩემი აზრით ცოტა overrated ბაიკი არის, ანუ ფასის კუთხით, აი ცოტა ოდნავია ფირო იყოს და უფრო ხელმისაწვდომი, ჩემი აზრით უფრო ბევრი ადამიანი იყიდა ამ მოტოს რა. ნუ რა თქმა უნდა, საკმაოდ ხისტია. კომფორტს ვერ მოვთხოვთ. მაგრამ მინდა ვთქვა რომ არც ისეთი ხისტია რომ თქვა რომ რაღაც აი ძალიან ტაბურეტკაც არ არის რა რაღაც აი შუაშია რა მოგეთ უნდა ვთქვა რომ ვინც ამ მოტოციკლეტის ყიდვას აპირებს პირველ რიგში რაც ყველაზე მთავარი არის უნდა ესმოდეს ის ყველაფერი თუ რეალურად რას მიიღებს ამ მოტოციკლეტისგან ანუ მოლოდინები არ უნდა ქონდეს არასწორი რა ეხლა შენ თუ გინდა მაგალითად სუპერ სწრაფი მოტოციკლეტი აი იმენა ისეთი რომ ატყვიასავი დადიოდეს ეს მოტოციკლეტი არ არის მაგრამ შენ თუ გინდა ბიუჯეტური გინდა ეკონომიური სხვათა შორის 5.5 ლიტრას წავს ეხა ჩემ ხელში რაც ვიარეთ და ძალიან მაგარი შედეგია რომ 5.5 ლიტრი რა არისო ანუ იმენა სკუტერია რა თუ გინდა ვიზუალურად ძალიან ლამაზი მოტო ანუ ეს არის ალბათ რავი ერთ-ერთი ყველაზე კარგი არჩევანი რა კი შეიძლება ეხა ვიღაცა ბევრი არის ეგეთი პატარა ჭუჭუიანები ვინც შეიძლება დაქცინონ რომ 2 ცილინდრიანია და რაღაცა ხო უმეტესად ლიტრიანის მფლობელება იციან ხოლმე ესეთი ესე რომ თქვა დაბულინგება და დაკომპლექსება ადამიანის და არავის არ მოусმინოთ ჩემი აზრით დღეს პრობლემა საქართველოში არის ის რომ ხალხი ისე დააკომპლექსეს აი ამ ვიღაცა პატარა ჭუჭუიანებმა რომ ხალხს უკვე ერიდება რომ დაბალი კუბატურის მოტოციკლეტი იყიდონ რა და ეგრევე იწევენ რაღაცა ისეთ მაღალკუბატურიან მოტოციკლეტებზე რა რაც რეალურად აი გამორიცხული არ შეიძლება რა აი ყველანაირად არასწორი არის რაც უფრო დაბალი კუბიდან დაიწყე და ნელა-ნელა განვითარდები მით უფრო კარგ რაიდერათაც ჩამოყალიბდები მით უფრო გამოსtildeც გახდები და ასე შემდეგ რა არ არის აუცილებელი მაღალი კუბატურების და ასე შემდეგ ნუ იყიდით მოტოციკლეტს ვიღაცის გამო რა ესე ვიტყოდი რა ის ვიღაცებს ვისაც კომპლექსები აქვს და რაღაცა ბავშვობაში თავში უტყაპუნებდნენ და დღეს ლიტრიანებზე დაждდნენ და თავი კაცები გონიათ და მე სხვებს აკომპლექსებენ ისევ თავისივე კომპლექსებიდან გამომდინარე ხო ანუ მოგეთ ეგეთ ხალხს არ უსმინოთ აიღეთ და ნელა-ნელა დაიწყეთ დაბალი კუბატურებით და ნელა გაზარდეთ. ეს მოტოციკლეტი ჩემი აზრით არის პირველი ბაიკის შემდეგ მეორე ბაიკად იდეალური ვარიანტი. ავი მე ძალიან ყვაყოფილ მეც კი ხა ისეთ ნასიამონები ვარ არ ვიცი რა. ეხლა წამოგავაგრძელოთ და დანარჩენს ისევ გზაში კიდე მოგაწევთ რაღაცებს. თან ბიჭო ძალიან ჩატია და საკმაოდ დაბალია რა. მოგეთ დაბალ კუბატურიანებზე რაზეც კი მჭდარ ვარ. ალბათ რავი ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ჯდომა აქვს, ანუ სპორტთან მიახლოებული, ანუ თვად არც სპორტის და სუპერ სპორტის ჯდომა აქვს, მაგრამ ნუ იმ სპორტის ვაიბს გაძლევს რა. ძალიან ლამაზი მოტო არის, აი რო დადიხარ, ძალიან ისეთი ეფექტური არის რა. მე როგორ მახსოვს, მე რო დავიწყე ცოტა ხალხში გავერიე და ასე შემდეგ, ანუ ისეთი საშინელება ხდებოდა და დაწმუნებული ვარ, რომ ეხაც ხდება და ანუ ეხაც ხდება, ვიცი? რო ტიპებს რავი, ანუ ჯერ ხო ხალხს ბიჭო კუბატურით არჩევდნენ, თო? ანუ ტიპი 300 კუბიანით რომ მოსულიყო, შეიძლება გამარჯობა არის თქვა. აი თქვენი მავნებელი
მე რა აი თქვენ ხართ იმენა მავნებლები რა ვინც აი ეს ახალგაზრდა ბიჭები ბავშვები დააკომპლექსეთ და მე მიდიან იმის გამო რომ ვიღაცამ არ დაცინოს და ასე შემდეგ ყიდულობენ რაღაცა დიდ კუბატურებს და იმტრევიან იტეხავენ კისერს აი თქვენ ხართ იმენა მავნებლები რა მაგრამ მოკეთ არავის არ უსმინოთ სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის და ჯანმრთელობაზე და აუცილებლად დაბალი კუბატურები დაიწყეთ მე აგერ ძმაო სუვიძახი ჰონდა ჯორნო მყავდა 50 კუბიანი მოპედი აი ესე ნელა და დღეს ძალიან კომფორტულად ძალიან თავდაჯერებულად და ძალიან გემრიელად ვზივარ მოტოციკლზე თუ უცარაბკოდ თითქმის უკვე 10 წელია მოტოციკლზე ვზივარ და შვენიერი კარიერა მაქვს სადაც საგაზაოა იქ გაზაობ სადაც არ არის საგაზაო იქ არ გაზაობ რა და ვიცი სადამდე უნდა გავუთამამდე რომელ მოტოციკლს და ასე შემდეგ რა რაც არ შემიძლია იმის იქით არ ვაკეთებ არაფერს რა აუ ვაკეთ რა ნისლია ბიჭო ჩამოწოლილი ნახეთო არ ვიცი კამერაში რამდენად აღიქმება ეს სილამაზე მაგრამ ნისლია ჩამოწოლილი გემრიელად და ამავდროულად რა ვიცი მე ესე ვუყურებ საკითხს რომ ზოგადად როცა მოტოციკლს წყიდულობ არ უნდა გჭირდებოდეს ვიღაცის აღიარება რა რომ ვიღაცამ გითხრას რომ აუ ძმა რა თესლი მოტო გყავს რა ან რაღაცა რა ანუ თავარია შენ მიიღო სიამოვნება შენია რომ უსაფრთხოდ განვითარდე ისწავლო და ასე შემდეგ რა ხო და არ ტეხავს დაბალი კუბატურა რა პირიქით უფრო დასაფასებელია ადამიანი როცა იმას აცნობიერებს რომ დაბალი კუბატურით დაიწყოს და მერე ნელ-ნელა გაზარდოს ვიდრე აი რომ დაეტაკებიან ეგრევე 600-იანეს და 1000-იანეს და დავაი სწორზე ჩაჭერა ვიცა მარტო არც მანევრი იცი არაფერი მე სადღაც რაღაცა ძალიან ელემენტარული სიტუაცია გაიჩნდება რომ რაღაც აი მანქანა მოდნავ რაღაცა გადმოუჭა და ელემენტარული აცილებაც არ შეუძლია იმიტომ რომ მანევრი არ იცის რა იმიტომ რომ თავიდანვე რაღაცა ბეგემოთზე დაждდა რაღაცა დიდ მძღნერზე და არ ქონდა საშუალება იმისი რომ ესწავლა თუნდაც რა ანუ ბევრად პროგრესიული გაზი აქვს მაღალკუბატურიან მოტოციკლებს ვიდრე დაბალკუბატურიანს და რავი ძალიან ბევრი ნიუანსია მოკლედ რა დაბალი კუბატურის მოტოციკლები ყოველთვის უფრო მჩატეა და თავიდან როცა იწყებ ანუ ბევრად უფრო ლაითად და გემრიელად ატარებ მანევრსაც უფრო ამუღავებ მოტოციკლებსაც უფრო კარგად გძნობ და ასე შემდეგ და მე უკვე იმდენად გიადვილდება თუნდაც იმ ძიმე მოტოციკლზე გადაждდომა რომ აი რავი რა მე დამიჯერეთ მეგობრებო და პირობას გაძლევთ რომ უსაფრთხოდ და გემრიელად ივლით რა ანუ ეხა არის რაღაცეები ხდება მართლა ისეთი რომ თუ გიწერია იმას ვერ აცდები მაგრამ დამიჯერეთ აი მაგ მიდგომით თქვენს მოტო კარიერას მინიმუმ რავი 80%-ით უსაფრთხოდ ჩაატარებთ ვიდრე აი ესე უაზრო კუბატურებზე დაждდომით თავიდანვე რა და თქვენ უბრალოდ კიდე არ იცით რამდენად სასიამოვნო არის მოტოციკლეთის ტარება აი ესეთი რა კაი ყვერებიანი მოტოციკლეთის ტარება როცა უკვე გამოსტილი ტიპი ხარ რა აი იმდენად თავისუფლად ხარ და იმდენად გამოცმული ხავს ნებისმიერი კუბატურის და სიმძიმის მოტოციკლეტი რომ აი რავი რა აი მაშინ იწყება მართლა მთელი кайფი რა ამ მოტოს რაღაცნაირად ისე უდგებიან რა ანუ ყველაფერს ჭირდება სწავლა როგორც შენ ახლა უცებ რაღაცა ენას ვერ ისწავლი და როგორც თვითფრინავის ტარებას ვერ ისწავლი და ასე შემდეგ ძალიან ბევრ რაღაცას ანუ ეგრევე მაგარი ფეხბურთელი ხო ვერ გახდები არა და ყველაფერს აქვს რაღაც თავის ეტაპები და თავის მიდგომები რომ აი აქედან უნდა დაიწყო და ნელ-ნელა განვითარდე რა მოტოციკლი იგივეა რა ნუ გონიათ რომ რაღაც მოტოციკლი ესე ავაი დავждები და ვატარებ რა რაღაც ცეპლენიაზე ხელის გაშვება ვიწოვე და გაზი ხელის მოჭერა რა მივდექით ისე რომ ანუ არის რაღაცა სპორტი იქნება თუ ის და უნდა განვითარდე ყველაფერი სწორი ეტაპებით დაიწყო და ნელა-ნელა ისწავლო რასაც ქვია რა ანუ ჩათვალე რაღაცა აი გაკვეთილებს გადიხარ ყოველ თუნდაც ახალ კუბატურებზე და ასე შემდეგ რა ჯერ ბიჭო კაც როგორ უნდა დაცინო მაგის დედავატი და მე კიდე ის არ მევასება ხოლმე ტიპმა ბიჭო წავიდა ან სესხი აიღო ან რაღაცა იწვალა ფული შეაგროვა თავისი ოცნების რაღაცა მოტოციკლი იყიდა კი შეიძლება იმ კონკრეტულ მოტოციკლზე არ ოცნებობდა მაგრამ ზოგადად მოტოზე ოცნებობდა რა წავიდა რაღაც დაბალკუბატურიანი მოტო იყიდა იმიტომ რომ ჭკვიანია იმიტომ რომ თანხა არ ქონდა თუნდაც და ტიპი მოდის გახარებულია მაგრამ უხარია და ვიღაცა ბიჭო აი კომპლექსიანი ჭუჭუ მოვა და რაღაცას დაგაჯვანს ან აუ ეს რა აუ ეს რამ გაყიდინა და რაღაცა სიროვებს გელაპარაკება რა და ის მაგრამ უტეხავს რა როცა პირიქით იმის მაგირად უთხარ რომ აუ რა კაი მოტოა და გილოცავ და სუმწვანეზე იარე და რა ჯიგარი ხარ და ჭკვიანი ხარ და აი ეგრე გააგზელე და ასე ანუ პირიქით რა ანუ ხო იძახიან რომ მოტო კომუნიტი ის არის რომ ერთი გვერდში დგომა და რაღაცა ჩემი ბიჭო არაფერი არ არის თო უმეტესად აი ეგეთ რაღაცა სულელურ რეპლიკებს შეხვდებით რა ვიღაცა მოვა და აუ ეს რამ გაყიდინა აუ ეს იმენა ნაგავია და რაღაცა რა ბიჭო ჯერ მაგიძე და შევეცი სურო ბანძი მოტო იყოს კაც ეგ რატო უნდა უთხრა ვაფშე თო ანუ ვაფშე რა პონჩი უნდა უთხრა მოტოციკლებზე რომ ნაგავიაო რა ტიპა რა იცი შენ რამდენი იშრომა იმისთვის რომ თუნდაც ეგ მოტოციკლი იყიდა ხო ანუ რავი რა მაგას იძახი ანუ თუ მავნებელი და
ხდიარ ხარ? აუ სხვა არ ვიცი რა, მე რა დავარქვა მაგას რა. აი მენა უნდა იყო რომ კაც ეგეთი რაღაცა უთხარ რა. რაღაცა ბიჭო დაждდებიან ამემაზე რა ქვია, მამიკოს ფულებით იყიდიან რაღაცა ძერს მოტოვებს, ტარებას არიციან წესი არა და მე დგანან და სხვებს უყურებენ ზემოდან ბიჭო. ტრაქში არავის არ გააერჩოთ თქვენი მოტოციკლეტებით და მამიკოს ფულებით. რამე კითხვები თუ გექნებათ აუცილებლად მომწერეთ ხოლმე არ მოგერიდოთ, ვაფშე ნებისმიერ კითხვაზე გაგცეთ პასუხს და კიდევ ერთხელ კონკრეტდები ვიღაცა კომპლექსიან ტიპებს, ნუ დაუჯერებთ რა. კუბატურას არანაირი მნიშვნელობა რა, ყველანი ვარ ძმები და ყველანი ორ ბურბალზე ვზივართ. კი შეიძლება რაღაცა გადაობები იყოს რომ რაღაცა ანუ მეგობრებში და ზოგადად იქ რაღაცა ვიღაცა სპორტ ბაიკზე წაპუძული ზის იღადაო და ვიღაცა კრუიზერზე როზის პენსიონერები დადის და რაღაცა კი ეს მოსულა რა ეს შემადგენელი ნაწილია და ვერთობით რა ეგ იმას ანიშნავს რომ ვინმე ან ცუდი ან კაია რა მაგრამ აი ეგეთი მავნებლობა რო ტიპი დააკომპლექსო იმის გამო რომ დაბალი კუბატურის მოტოციკლეტი ყავს და რაღაცა ან უტყდებოდეს მოტოს ყიდვა თუნდაც ავი ძმაო თუ კომენტარებში დამიწერეთ ძმაო მაგას რა ქვია თუ მავნებელი და არ არის ტიპი აი სხვა რა სიტყვა შეიძლება უწოდო ეგეთ ტიპს რა და არასდროს მოტოციკლეტის თუნდაც დაჟე კუბატურას თავი დავანებოთ ბიჭო ფასი ანუ ფასი არ განსაზღვრავს ანუ ვაფშე ამაზე რომ მიწევს ლაპარაკი მაგრაკი მწხვენია რა რომ ვაფშე აი ამაზე გვიწევს საუბარი მაგრამ არის დღეს ეგ პრობლემა რეალურად მოტო კომუნიტიში და ყოველთვის იყო აი და სნობური ბანძი დამოკიდებულება რომ რაღაცა რა $5,000 არის მოტო თუ ყავს, კაროჩე ბანძი ტიპი ხარ და $10,000 და $15,000 მოტო თუ ყავს, ეს კი ტიპი ხარ რა. ანუ ვაფშე ტიპობას რატო განსაზღვრავს მოტოციკლეტის ღირებულება? აი სირცხვილი არ არის ხა მაგაზე რომ მიწევს ლაპარაკი, მაგრამ არის და ბევრი დამეთანხმება რო არის. დარწმუნებული ვარ რომ ბევრს თავის თავზეც გამოუცდია აი ყველაფერი და მიხვდება რასაც გულისხმობ რა. არ შეიძლება ძმებო ეგრე არა. აი ერთადერთი განსხვავება რაც მინდა ვთქვა, აი რო ავიღოთ მაგალითად, აი ხო არის ხოლმე სულ ეს სპორტები და სტრიტების, ანუ ცოტა ხულიგნების კამანდა ცოტა ცალკე არის და კრუიზერების კამანდა ცალკე არის რა. ანუ მე ხა რეალურად ორივე კამანდაში მიწევს დვიჟენია აქეთაც და იქითაც და თამამად შემილია ვთქვა. კრუიზერებში ნუ რა თქმა უნდა არიან ცოტა ტრაქში პერო კამანდებით. ნუ ეგეთი ზოგადად ყველგან არის მარტო მოტოში კი არა, ნუ იგივე მანქანებში ზოგადად ნუ ადამიანები ბევრნაირები არსებობენ, მაგრამ მინდა დავაკონკრეტო რომ კაკრას რო კრუიზერების კამანდაში სასტავი ისეთი ჯიგარია, რომ აი რავი რა ზედ გადაყვებიან, ახალ მოტოს ბიჭო რავი აი სულ რომ დაანგრეული მოტო მოიყვანო, ბიჭო ისე ჩაგიკავენ გუში და ისე მიგიღებენ, გეგონება მაგათი ძმა ხარ რა. აი სპორტებში და სტრიტებში ნაკლებად არის ეგ რა. აი ბევრად უფრო მწვავე სიტუაცია არის ვიდრე კრუიზერებში. ან კრუიზერებში ფაქტობრივად არ მახსენდება ეგეთი რაღაცა რა, რომ აი მაგალითად ვინმესთვის დაეცინოს რომ აუ ეს რა იყიდე და აუ ეს დაბალი კუბატურაა და რაღაცა და აუ შენ ჩვენთან რა გინდა და ასე შემდეგ რა პირიქით. რაღაცა ძალიან ერთად შეკრულები და იმენა ჯიგრულად რა. მაგრამ აი ეგ არის ძალიან დიდი განსხვავება კრუიზერების სასტავსა და სტრიტ სპორტის კამანდას შორის რა. მაგრამ ეგეც იქიდან არის განპირობებული რომ კრუიზერებზე უმეტესად შედარებით ასაკით ცოტა დიდი ხალხი ზის და ვზივართ ანუ 30 და ზემოთ ფარგლებში აი ეგეთი კამანდა ვარ და უკვე აღარ გვაქვს რაღაცა აცნური და ბავშვური დამოკიდებულება რაღაცების მიმართ რა და უკვე ანუ ესე რომ ვთქვათ აცები ვართ რა ან სტრიტზე და სპორტზე უმეტესად მაინც ახალგაზრდები ზიან რომელთაც ნუ ძღნერი უდუღდა სისხლი გონიან რა ჩემ დროს ესე იძახდნენ ხოლმე და მაგიტომაც არის რომ ბევრი ისეთი უსიამოვნო სიტუაციები ხდება მაგრამ მინდა ვთქვა რომ ბევრი 30 გადაცილებული ადამიანიც არსებობს ისეთი რომელიც აი რავი რა რაღაც რეგენერატორებს ლაპარაკობენ რა მაგათ ეს იყო ჩემი მოკლე ტრენინგი თუ როგორი არ უნდა იყო ადამიანი ხო და მოკეთ იმედი მაქვს ჩემი სიტყვები ძალიან ბევრ ადამიანს გამოადგება ძალიან ბევრ ადამიანს გადააფიქრებინებს იმ არასწორ გადაწყვეტილებას და ასევე იმედი მაქვს რომ ეს ჩემი სიტყვები აი ტრაქში პერო კამანდას და დაკომპლექსებულ ადამიანებსაც დააფიქრებს თავის საქციელებზე და რაღაცას მაინც შეცვლის მაცხოვრებაში იმედს ვიტოვებ ყოველ შემთხვევაში ხო და მოკლედ მეგობრებო დღეისთვის სულ ეს იყო იმედი მაქვს ვიდეო მოგეწონათ და ლაიქეთ და კომენტარეთ გამოიწერეთ არხი ეხლა რაღაცა ახალ მასაც რა ქვია ახალ მიმდინარეობასაც დავამატებ და რავი მე მგონი მაგრა გავერთობით რა შეეხება ჩვენ R7 რავი ძალიან საკაიფო ქალაქის სპორტი არის მინდა ვთქვა ძალიან კარგად დადის და ძალიან ბევრ მოტოციკლეტსაც გაუკაჩავს და ასე შემდეგ და რავი მოკლედ ვისაც გინდათ ყიდვა მე ვიძლევი რეკომენდაციას რომ ძალიან სასიამოვნო მოტოციკლეტია და მაგრად გაგისწორებთ რა. დანარჩენი უკვე თქვენ გემოვნებაზე არის და რა ვიცი ხა თუ ეს ჯდომი, ეს ვიზუალი და ასე შემდეგ თქვენთვის მისაღები არის, ჩემგან 100%-იანი რეკომენდაცია
არის ზე იდეალური. და MT-07 და MT-09 გამიძრეთ, ბიჭო, ვიღაცა მათხოვეთ, ანუ გთხოვთ, გემუდარებით. აბა დროებით და შევხვდებით შემდეგ შაბათს 10:30-ზე როგორც ყოველთვის.